საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ქვეყნის თავდაცვის ძალებს დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ახალი ნაკადი შეუერთდა. 31 და 53 ქვეითი ბატალიონების წვევამდელებმა სამხედრო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე დადეს. თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცეს მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გავალდებულებს ვიყოთ ღირსეული, გაუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ საერთაშორისო სწავლებებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მაღალ დონეზე ასრულებენ და ღირსეულად ასრულებენ მათთვის განსაზღვრულ ამოცანებს. ხარდაჭერისათვის სურს მადლიერება გამოხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და თავდაცვის ძალების სახელით მადლიერება გამოხატო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მუდმივი მხარდაჭერისათვის. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები კი საზეიმო ღონისძიებაზე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს 31 და 53 ქვეითი ბატალიონების წვევამდელებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. ერთგულად ვამსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს. ატივსემ ჩემი ქვეყნის წარსულს, ვით სავაწყოს და ვიფრთხი უკეთესი მომავლისათვის. ატივსემ ჩემი ქვეყნის წარსულს, ვით სავაწყოს და ვიფრთხი უკეთესი მომავლისათვის. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.